ალბათ ყველას გადაჭარბების გარეშე იქნება ნათქვამი, ალბათ ყველას ვინც ახლა მისმენს ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს. ეს რომ სხვაგვარად იყოს, ალბათ გასაკვირი იქნებოდა. ვინაიდან ამ დარბაზში ვხდოთა ძალიან დიდმა ჯგუფმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ, ერთხელ კი არა ორჯერ და პირადად მიიღეთ მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმის ჩემის აზრით, თქვენთვისაც კი ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებაში. თუმცა ჩემი თქვენგან დასაჭერად გადადებულის დისკომფორტი საერთოდ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, თუ რა დისკომფორტს განიცდის დღეს ჩვენი ხალხი და რას გრძნობს ჩვენი ხალხი, რომელიც იძულებულია აი ამ თავყრილობას, დღეს იძულებულია ამ თავყრილობას პარლამენტი უწოდოს, თანაც ისე, რომ იცოდეს, რომ ის ყველაფერი რაც აქ ხდება, არ შეესაბამება, არ გამოხატავს, არ ასახავს მათ ნებას, სურვილებს და მისწრაფებებს. მაგრამ ჩემთან მიმართებაში ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ, თქვენ და ვეცდები ნაწილობრივ მე თვითონ გიპასუხოთ. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ალბათ გაინტერესებთ, რატომ ვარ დღეს მე აქ? აქ რატომ ვარ? ერთადერთი ის, რის გამოც მე დღეს აქ ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან კაფიო და კონკრეტული ამოცანა. რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი. და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით, თუ შეიძლება ასე ითქვას, შევაწყობილად არ მიიღოთ, ნაკლებად დაგაფრთხოთ. თუმცა ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად. მე შემოვედი ამ დარბაზში დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, აი თითოეული თქვენგანი, ვინც აქ ხართ და რაღაც ნაწილი აკლია თქვენ შემადგენლობას, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად. დღეს ჩემს ხელმაწყევ აი რა ხალხიც და საზოგადოებაც სხედხათ. ბევრი თქვენგანის კი გულის სიღრმეში მეთანხმებით, რასაც ვსაუბრობ, ხშირად, რასაც ვსაუბრობ ჩვენ ოპოზიციონერები. მაგრამ თუ კი საჯაროდ, ხელოვნური, ცინიკური პასუხებით გადიხართ ხოლმე ფონს მედიასთან ურთიერთობისას, ეს უაც არ ნიშნავს, რომ თქვენ, როდესაც გულახდილად ესაუბრებით თქვენს უახლოეს მეგობრებს, არ აცნობიერებთ, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული. ის რაც მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე დღეს და სახელმწიფო მიტაცებული არის ერთი ადამიანის მიერ. მომაბეზრებელია, შესაძლებელია ხომ საუბარი ჩემთვისაც. მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელზეც ხშირად უნდა ვისაუბრო. მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს. ადამიანი, რომელმაც პოლიციაც, პროკურატურაც, მთავრობაც და თითოეული თქვენგანი, აი აქ თითოეული თქვენგანი აქცია მიტაცების ინსტრუმენტად. თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ თქვენ არ ეკუთვნით საკუთარ თავს. თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ პოლიტიკურად თქვენ კაპიტალი არანაირი არ აგავთ. მე არ ვამბობ იმას, რომ თქვენ ასე გინდოდათ, როდესაც 2012 წლის, არ ვიცი, 1 ოქტომბერს მოხვედით, მაგრამ გინდოდათ თუ არ გინდოდათ, ეს სხვა საკითხია, თქვენ აღმოჩნდეთ ტყვეობაში. და მე როდესაც გიყურებ და გისმენთ ხოლმე, არ მჯერა მეც კი, რომ მართლა შეიძლება ადამიანი ამ ქვეყანაში დაიბადოს, გაიზარდოს და იყოს უსიტყვო მორჩილებაში ოლიგარქი ადამიანის, რომელსაც უბრალოდ ბევრი ფული აქვს და მეტი არაფერი. და თქვენ ხართ დასახსნელი ამ ტყვეობიდან. მე ძალიან კარგად ვიცით, როგორც ნამდვილ პატრიოტ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უწევს უსამართლო პოლიტიზირებულ პოლიციასთან დაპირისპირება პროკურორთან და მოსამართლესთან, თქვენს იგივე შიშები გეშლებათ ხოლმე და ფიქრები.
თუ კი გაბედავთ და ხვალ განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებთ, ეს პოლიტიკური პოლიცია ბიძინა ივანიშვილის თქვენს დაგიპირისპირდებათ და სასამართლოს და პროკურატურას. რა არ მომხდა რა ასე თქვენ ყოფილ თანაგუნდელებთან მიმართებაში? ეხლა საუბრობთ ხოლმე რომ ვიღაცა არ არის სიტყვის ერთგული და მე აი პარლამენტში რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა თქვენს უახლოეს მეგობართან პრემიერ-მინისტრთან აი აქ ის და ბოლოს მახსოვს პოლიტიკური დებატები და საკმაოდ მწვავე დებატები მასთან და ძალიან კარგად მახსოვს წინამოწვევის პარლამენტში სადამ იმუნიტეტს შემიჩერებდით როგორ გამალებით იცავდით მათ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არ ერიდებოდით ჩემთან ბატონი გახარიას გამო და მთელი აპოლოგია ჰქონდათ მიძღვნილი გახარიასადმი სულ რამდენიმე კვირის წინ და დღეს რასაკეთებთ? დღეს უძღვნით პასკვილებს მას დებთ მიწაში პოლიტიკურს აბრალებთ ყველაფერს რასაც აბრალებთ ნებისმიერს ვინც უბრალოდ აპროტესტებს თქვენს უზგავსოებას ხო? ის ცალკე საკითხია რაც გუშინ თქვენმა ტელეკომპანია იმედმა მას მიუძღვნა და გამოჩნდა რომ მართლაც რამხელა ნეპოტისტური ქსელი ქონია ამ ადამიანს მაგრამ კითხვა მაქვს ისო დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერ-მინისტრი და იძულებული ვარ გამეხადა ის მე 23 თებერვალს თუ 17 თებერვალს გადამდგარიყო ნებისმიერი თქვენგანი ხმას ამოიღებდით ანუ ნებისმიერი თქვენგანი კლავტაშ დაუკრავდით ამ ადამიანს აი ეს არის თქვენი რეალური პოლიტიკური სახე და როცა გიყურებთ არ მიიღოთ ძალიან თქო შეურაცხყოფილად იმიტომ რომ უბრალოდ არ მინდა ტყუილი გაკადროთ ზოგჯერ ხდება საბეჭდილება რომ თქვენი თავის არსებობისაც კი არ გჯერათ იგივე გააკეთეთ აბა ბატონ კობახიძესთან დაკავშირებით სულს დაავალეთ და მე ტელეკომპანია იმედმა მოამზადოს სიუჟეტი ანალოგიური სიუჟეტი გამოვა რაც ბატონ გახარიას გუშინ მიუძღვენით ამაზე ვსაუბრობთ ოპოზიცია უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში რომ თქვენ ხართ ადამიანები რომლებიც შემთხვევით დროებით განათლებით აღმოჩნდით ხელისუფლებაში წარმოადგენთ რაღაცა კრეპტოკრატ ადამიანთა ჯგუფს და წვეს რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას მომხეწველობით ახართ დაკავებულნი და აი ამ კეთილდღეობას რომელსაც თქვენ შეიძლება უკეთეს შემთხვევაში თქვენს ნეპოტებს და კიდევ უფრო უკეთეს შემთხვევაში ნათესავებს უდაწილეთ აი ამ უკანასკნელში ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ მაგრამ რა ხდება ამის მიღმა საქართველოში მილიარდერი თქვენი უფროსის მმართველობის პირობებში საქართველოს თქვენ მოახერხეთ და უმუშევრობით სოფლიოს ათეულში მოაქციეთ არა წარმატებით არა პროგრესით არამედ უმუშევრობით და ათასობით ადამიანი დღეს პურზე და წყალზე არის გაიხედეთ მიმოიხედეთ გვერდით თქვენს გარშემო ოჯახი არ არსებობს პრაქტიკულად საქართველოში რომელიც არ ტოვებს ქვეყანას ან ერთი წევრი არ ყავს ქვეყნიდან გაშვებული რომ საბჭო საბადებელი იქიდან გამოუგზავნოს ოჯახი არ არსებობს რომელიც არ ფიქრობდეს რომელიმე ერთი წევრის ამ ქვეყნიდან გაშვებას რომ გადარჩნენ ფიზიკურად და თქვენ ამ დროს 24 საათი საუბრობთ ოპოზიციაზე და 24 საათი აღმერთებს თქვენს ოლიგარქს და არც ერთი სიტყვა 100,000-ობით საქართველოს გაჭირებულ მოქალაქეზე მე თქვენ და ბევრი სალაპარაკო ნამდვილად არ ამაყა ერთი წამით არ ჩათვალოთ რომ მე თქვენზე გაბრაზებული ვარ ერთი წამით არ ჩათვალოთ მიუხედავად იმისა რომ მართლაც როგორც მაუზერიანმა ბოლშევიკებმა მიიღეთ ორჯერ გადაწყვეტილება იგივე ხდებოდა 30-იან წლებში როდესაც ხორეწდნენ თავიანთ კოლეგებსაც კი მე თქვენ არ აგიქვანთ როგორც კოლეგებს როგორც პოლიტიკოსებს მართლა არ აგიქვანთ და ერთხელაც არ გამჩენია სურვილი თქვენთან ტელედებატებში მოხვედრის მიუხედავად იმისა რომ თქვენ არ აგავთ ამ სურვილს იმიტომ რაზე უნდა გესაუბროთ ხახო რაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ამიტომ მე მიჩემია ვესაუბრო საზოგადოებას ვესაუბრო იმ საზოგადოებას რომელთანაც ერთად ოპოზიცია ძალიან მალე მიმდინარე წელს დაამარცხებს ამ რეჟიმს კოალიციურ მმართველობაში მოვა და დიახაც მე ასე ვხედავ ამ ქვეყნის განვითარებას ერთია რომ კვანჭებიდან ვიხსნათ ქვეყანა ოლიგარქის და მეორეა რომ ქვეყანა მართლაც იმართოს ერთობლივად
და თქვენი დამარცხება როგორც რეჟიმის წარმომადგენლების რომლებიც ხართ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის ჩემი მიზანი თქვენ შევაწყობ სახურებაში ოლიგარქის, თუ კი სადმე შემიძლია პატივი დაგდოთ, მართლაც, აი ეს არის ახლა რასაც ვიტყვი. თქვენი დამარცხება ჩვენი მხრიდან ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვიწრო პარტიული ამოცანა. და ეს მე მგონი პატივია უკვე თქვენთვის. თქვენი დამარცხება უკვე არის ეროვნული ამოცანა. თითოეული ჩვენგანიც, ვინც ოპოზიციაში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ერთმანეთს წავეკიდოთ, ამით ვერ ხელებს იფშნეთს ყველა, განსაკუთრებით ბატონი ის ოლიგარქი, თქვენ ნახავთ უახლოეს პერიოდში საერთო მიზნის გარშემო კვლავ გამოვნახავთ უნარს, რომ ამ მართლაც მავნებელი რეჟიმის წინააღმდეგ გავერთიანდეთ. მაგრამ რას ვეუბნებით საზოგადოებას? რას ვეუბნებით საზოგადოებას, რომელიც იმედის თვალით შევყურებს? მე მინდა მიმართო საზოგადოებას, ძვირფასო მეგობრებო, 100,000-ობით სოციალ-დაუცველ მოქალაქეს მინდა მიმართო, რომლებიც მილიარდელი ადამიანის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან ორლარიან დღიურ შემწეობაზე ხართ. მინდა მოგმართოთ საშუალო ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც დანაზოგის გარეშე ხართ დარჩენილი და სამწუხაროდ აი უმარტივესი ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი შეიძლება აღმოჩნდეთ სიღარიბეში. მინდა მიმართო პედაგოგებს, რომლებსაც უმცირესი ხელფასები გაქვთ და არანაირი დაფასება მილიარდერის რეჟიმის მხრიდან. მინდა მიმართო 75,000 სტატუს შეჩერებულ სტუდენტს, რომლებიც განათლებას ვეღარ იღებთ იმის გამო, რომ ფული აღარ გაქვთ. მინდა მიმართო 60,000 ბავშვის მშობელს, რომელსაც ყოველდღიურად აუბედურებს კითხვა, როგორ გამოვყვებო ჩემი შვილი. მინდა მიმართო იმ 80,000 ბავშვის მშობელს, კომპიუტერისა და ინტერნეტის არქონის გამო სასკოლო განათლება რო ვერ მიეცით თქვენს შვილებს. მინდა მიმართო ყველა გაფიცულ საქართველოს მებრძოლ და პირამოკერილ მოქალაქეებს. ძვირფასებო, ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყანაში მოვიტანოთ კეთილდღეობაც, მოვიტანოთ დოვლათიც, მოვიტანოთ წარმატებაც, მაგრამ ამისათვის საჭირო არის გაერთიანება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის წინააღმდეგ. ეს გაერთიანება უნდა შედგეს უახლოეს კვირებში, რათა ოქტომბრის თვეში თქვენ უკვე აღარ იყოთ მართლისადავეებთან. ხომ ეჭვი არ გეპარებათ თავად, როგორც კი 53% ვერ აიღებთ. ნახევარი თქვენგანი დატოვებს ქართულ ოცნებას. რა არ დაგიტოვებიათ თუ რა? აი ამ შენობის წინ, როდესაც გაიმართა 1 ნოემბერს თავყრილობა 10,000-ობით საქართველოს მოქალაქის წინაშე, დიახაც მე მოვიხსენ ის სამაჯური, როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო და ვაცნობიერებდი, რომ შეიძლებოდა მე თავისუფლება შემზღუდოდა. მაგრამ მე ვარჩიე ეს ნაბიჯი გადამედგა. მე ვარჩიე ეს უსამართლობის სიმბოლო სამაჯურის სახით დამეკარგა, ვიდრე ღირსება დამეკარგა. აბა ერთი წამი წარმოიდგინეთ პარლამენტში, თქვენ რო გინდოდათ ბოიკოტის გარეშე რო შემოსულიყავით, დააკავებდით თუ არა თქვენს მოწინააღმდეგეს? რა თქმა უნდა არა. გინდოდათ რომ თავი დამეხარა უსამართლობისთვის. გინდოდათ რომ მეღიარებინა თქვენი უსამართლო ოლიგარქიული რეჟიმი. მაგრამ ვერ ეგირსეთ და ვერ მოესწრებით ამას, იმიტომ პირველივე დღიდანვე ძალიან კარგად გაცნობიერებული რა ბრძოლაში შემოვედი. ამიტომ იმ დღეს 1 ნოემბერს მე გარეთ ვთქვი, რომ დიახაც უნდა მომისვენე რა ხა საფუა ძალიან ხო დაიკავოთ ადგილი, რომელიც უბრალოდ არის ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში ჩემის აზრით. რახან აი ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ჩვენი ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება. ძვირფასო მეგობრებო, აი ეს ადამიანია, რომელიც ეხლა ცდილობს და მას გონია, რომ თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ, რომ ციხეში ნამყოფი კაცი აქ ვდგავარ,
თქვენი მეცადინეობით და ბოთს რომ მომიტანდით, ამ ბოთს გამოგართებდით და თავში ჩაგატყამდით. ეს შეიძლება მე გამეკეთებია შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით, მაგრამ და ამას დაიმსახურებთ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ გაფიცნობიერებული თუ რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად. ამიტომ როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, რომელიც მე მოვიხსენი, აი საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუტავს აი ეს პარლამენტის სულს. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არჩევანი არის ძალიან მარტივი. ეს ადამიანები საუბრობენ ამნისტიაზე, თითქოს გადააქვთ აქცენტი იქიდან რის გამო დაიწყო ის ანტისაოკუპაციო აქციები. აი აქ, სადაც ზუსტად გამსახურდია ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსი გავრილოვი დეპუტატი რომ დააყენეთ და ხალხი აღშფოთდა სპონტანურად. ეხლა ამის მივიწყებას ვცდილობთ და რაღაცა დეტალებზე საუბრობთ. ხვალაც იგივეს გააკეთებთ, იგივენაირად მოვიქცევით. იგივენაირად მოვიქცევთ და სანამ სულში პირი გვიდგას, აუცილებლად იყავით დაწუნებულები, რომ შვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გექნებათ. ოღონდ ძალიან ცუდად გამოიყურებით, როდესაც გუშინდელ მეგობრებს ღალატობთ, ლანძღავთ, თათხავთ და არც ერთი სიტყვა არ არის. დავუმატეთ 30 წამი დაასრულებინეთ. აცადეთ დაასრულოს. ჩემო კარგებო, არ გეწმინოთ. გულახდილობთ, ხუილს კიდევ ერთხელ გამბობ. არ გეტყვით, არ გაკადრებთ, არ გთვლით იმ ადამიანებად, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ. იმიტომ რომ არ გაქვთ არანაირად სახელმწიფოებრივი არც ერთი იდეა და არც მომორჩილებაში სიამოვნებთ ყოფნა, უბრალოდ პოლიტიკურ კორუფციაში ხარ ჩაფლულები. და რომ არ გააკეთოთ ის, რაც ოლიგარქს სურს, ბიზნესი აღარ გექნებათ. ეს არის თქვენი უბედურება. დიდი მადლობა. შემდეგი გახლავთ საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება 75 წუთი. ძალიან გთხოვთ. ბატონო მიხეილ, გთხოვთ და ბატონო ნიკა, გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილები და მოусმინოთ სხვა გამოსვლელებს. ბატონო მიხეილ, სმისისა გააჩერეთ ის რა. სმიშა რა. ბატონი მამუკა მდინარაძე 10 წუთი ტრიბუნიდან. ბატონო მიხეილ, გეკნებათ თქვენი დრო. ბატონო მიხეილ.